მაусმინე, ბევრ დეტალზე ცხადა ვერ ვისაუბრებთ და ლელომ უნდა გასცეს ამაზე პასუხი, მაგრამ ზოგადად რიტორიკა არის გასაგები, ფონზე რა ფონშიც ახლა ვიმყოფებით, ლელო უფრო იჩევს ხაზს, რომელიც გულისხმობს, რომ აღიარებს ქართლოსნებსაც არსებობას, აღიარებს რაღაც არის საჭირო ახლა საუბარი, გადაიტვირთოს სიტუაცია, ის გაიმიჯნა და განსხვავდება და სხვა პოლიტიკური ხაზით ახატა ვიდრე ის პარტიების კოალიცია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შეიქმნა, რაღაცა ეხლა უფრო მეტად გონია, რომ პოლიტიკა გაცოცხლდება ამ კუთხით, არ ვიცი, რამდენად ექნება რეაგირება ამაზე ხელისუფლებას, უფრო მეტად რაღაც განსთამაქრო აი შიგნით ოპოზიციაში იქნება, ამით საკუთარი იდენტობების გამოკვეთა ერთმანეთისგან განსხვავებით, როგორც წინა საარჩევნო პერიოდში მიიღეთ განსხვავებები და არ გასულები და საკუთარი იდენტობები ამით მოიხატა, მგონია რომ აქეთ შეიძლება წავიდეს სიტუაცია. იმის იქით ზოგადად მგონია რომ რიტორიკა მაინც ყველა პარტიაში, ყველა პოლიტიკურ სუბიექტში იყო შეცვლილი, თვითონ ახლა ამ კოალიციაში დოკუმენტიც, ხა იმ კოალიციაში შესული პარტიები პარტია რევოლუციას აკეთებდა თქვა 4-ში, ახლა უფრო მეტად არჩევნებზე იყო კონცენტრირებული, რომ აი პოლიტპატიმრებიდან გამოშვებული, თქვა და ამ შემთხვევაში მიდის ამაზე საუბარი, ხო, მათ შორის მათი ლიდერებისგან გაკეთებული განცხადებები, რომ შეიძლება ბიზნეს კეისუსიც კონდეს და იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ რაღაცა შეიძლება ჩატეს არჩევნები, რომლითაც შეიძლება მოუგოთ. ანუ რიტორიკა ყველა მხრივ რაღაცნაირად შეიცვალა და რაღაცნაირი დიალოგი არ ვიცი რა დავარქვათ, მაგრამ ერთად ჯდომის მიღმა არსებობს ეს, იმიტომ რომ მე კობახიძეს გამოიხმაურა აქეთ ამბავს და მაგიარეთ და პირველად დაუშვა, რომ იმ ოპოზიციას, რომლის აკრძალვასაც აპირებს, აქ რაღაც ქცევის პატერნი რო გააკეთოს. ამას აღიარებად მიიღებს, ამ ყოველ შემთხვევაში ეცდება, რომ თქვას, რომ ეს აღიარება ჩვენ ამას გვთავაზობენ, არა? კი, ალბათ. იმიტომ რომ ძალიან კაფეოდ ვიცით, რომ ხელისუფლებას რომელსაც არ აღიარებს, ხა ის დიალოგზე როგორ წამოვა, ხო? ხა ეგეთი რამე ხო, არა, ძალაუფლების დე ფაქტო პრობლემაა და ეგრე მაშინ ესაუბრები, როცა რევოლუციას თუ აკეთებდა. გააჩნია მაშინ რა სიტუაცია და მე თავად ამას არ ნიშნავს, ისინი არც პარლამენტში არიან და მაგას ეტყვიან, რომ ჩვენ ასე არ ვაღიარებთ, მაგრამ ხო დე ფაქტო მათ არ ძალაუფლება. მაგრამ ქართული ოცნება ეგრე იტყვის. ხო, რა თქმა უნდა. აქ ხო გააჩნია რა სიტუაცია და რა კონტექსტიდან ამბობ ამას. როცა აქ ქუჩაში ერთი გუგუნია რომ ამ დროს როცა ამას გეუბნები, ამ დროს გეუბნები, რომ გაღიარება კი ახლა თავის გადასარჩენად გეუბნები რა როგორ უნდა გააკეთო. მაშინ მეტი საფრთხეა იმისთვის, რომ გამოიყენო თანასწორ რაღაც სუბიექტად გიყურებ, რომელიც აქეთა ხარისაც მიდივართ რაღაც დათხოვებებზე და თქვენს ხო მოლაპარაკებდა დიალოგს მაგიტო ეძახით და არა რაღაც ულტიმატუმით ეს. რაც უფრო მეტად იკვეთება ხო და დიალოგი და მოლაპარაკებები კიდე ცოტა სხვადასხვა კონტექსტში. ნუ კობახიძე ჩემი აზრით საჯაროდ თავის ის თქვა და მაკათხრიდან ეგეც ხო ცოტა განსხვავებული რიტორიკა იყო, ანუ ეგ არ გაგვეპაროს რა არ არის ხო ცნებაც ესე მარტივად, იმიტომ რომ თქვა რომ ვის აკრძალვასაც აპირებს და ომში ჩამთრევად განიხილავს და კერს და დამღუპებად იმის თურმე რაც უნდა მაგიარი არის, ანუ თუ მაგიარებ ისეთი რაღაცების პარტიებაზე ხარ ზად ან ესე იგი ამ რაღაცებს იტყვებოდი ამ პარტიებზე, ან რაღაცა სხვა საშიშროებები გიდგას, რაც ამას საუბრობ, ხო, ანუ მათ ხრიდანაც იყო ეს რაღაც სიტუაცია უნდა რაღაც პროცესის იმიტირება და დროის მოგება ხეს ამოცანა გასაგები არის მაგ სიტუაციაში და აქ პოლიტიკური კლასის ამოცანა რა უნდა იყოს და რამდენად უნდა იყოს ერთიანი, ეგეც მნიშვნელოვანია ამ სიტყვა ერთიანობამ და ერთობამაც დიალოგის და მოლაპარაკების არ იყოს ათასნაირი მნიშვნელობა შეიძინა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ინტერესის წარმოქმნა. აქ იყოს მაშინ რაღაცებს რაც უნდა გახდეს გასაგები მაშინ, ხო, იმიტომ მაინც ყველა საუბრობს რაღაცა პოლიტპატიმრების გამოშვებაზე რაც იქნება გაბიჯი და ამ პოლიტპატიმრებში კაფეოდ უნდა ითქვას, რომ მათ შორის არიან თუ არა 4-ში დაკავებული ადამიანები, მათ შორის თქვა ბაჩუა ხალაი სხვა ესეთი სახელები და ეს ამაზე კაფეოდ უნდა იყოს, თუ ისინი არ იქნებიან გარეთ თქვა დაპირებ თუ არა არჩევნებზე გასვლას, საერთოდ რა ტიპის არჩევნებს ვეძახით, ისეთ არჩევნებს, რომელიც 2024-ზე უკეთეს არჩევნებად მიგვაჩნია, რის გამოც სადვართ რომ აი მაგაში გავიდეთ, ეხლა რაღაც სხვანაირად იქნება, ამაზე იყოს ბევრად კაფეო ხაზი, რომელზეც აი არ გადავდორთ. ეს არის რაღაცა წითელი ხაზები, თითქოს ყოველთვის გვესმის ეს წითელი ხაზები, მაგრამ ესემ კაფეოდ მე მაინც ჯერ არ გამიგრა თქვა, იმიტომ რომ იყო მიხეილ სააკაშვილი ციხეში და არჩევნებზე გავიდა. მის პარტიას გავიდა და სხვაებიც, ხო? ეხლა დაემატე კიდე ესე პოლიტპატიმრები, რომელიც შეიძლება იმ კოალიციაში ყოფილი სხვა ადამიანებს სხვანაირად უყურებდნენ სხვა პერსპექტივით, ხო და ეგეთი რაღაცები უნდა გაარკვიოს ეხლა და ამ მოცემაში თან როცა აქეთ ლელო არსებობს, აქეთ ეს კოალიცია არსებობს, აი ეს ხა უფრო მეტად შეხარიას პოზიცია არ ვეცეთ ასევე, თუმცა ნუ სავარაუდოა რომ წინააღმდეგი არის. მარტივი არის, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ის რომ ისინი არიან პარლამენტში და ამ ტიპის საქმეებას მისდევენ, მგონი უფრო პროგნოზირებადია. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არ ვიცით ჯერჯერობით.